Firpaso begorok txot biasano txueni gadatzen istumari batoni Gubas Sanikidze. როგორ ძანდებ, ბატონო? Dabzani. ეს გამიძლებს? გამიძლებს? კი გაგიძლებს ახლა ისეთია რომ უნდა გაგიძლებს. რომ მაინც ფხილად დავждებ. როგორ ძანდებ? კარგად, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. მინდა აღვნიშნო რომ პირველად ხართ ჩემ გადაცემის სტუმარი. კი. არ ყოფილხართ და სწორად ის ორ-ორჯერ არის ვინმე ნამყოფი შენთან. ორ-ორჯერ როგორ არ არის კაც ბევრი არის, მაგრამ ეთყობა თქვენ ამდენი ხანი ფიქრობდით რომ სწორი დრო შეგერჩიათ გადაცემაში მოსასვლელად. იმიტომ რომ ახლა არის ზუსტად ის დრო, რომ აი სწორი დროა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი რაღაც ხდება ქვეყანაში, რომ აი რაღაცა თქვენს გარეშე დაგროვდა. ბევრ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ხო? რა ვიცი ახლა. პანდემიაზე, რავი, ახლა ცოტა უკვე დაძველდა ეს თემა ჩემი აზრით. ხო? ნეტა დაძველდებოდეს რა. არა, რაღაც შეკითხვები მაქვს გაჩენილი ამ პანდემიასთან დაკავშირებით, რომელზედაც ხო, პასუხები არ ამაქვს. მაგალითად რომელი შეკითხვა და რომელი პასუხი? შენთან მოვედით თხოვნით, იმიტომ რომ შენ სიზმრებში ხედავ ვიღაცა ბრძენკაცს. მოგზაურობ სიზმრებში. ხო და იმ ბრძენკაცი მინდა რაღაც შეკითხვებით დაგაბარო იმასთან, მაგალითად რა. მაგალითად როგორი? სიზმარში გადავს. ხო, გადაეცი ჩემგან, რომ ვერაფრით ვერ ამოვხსენი კაცობრიობის რეაქცია პანდემიაზე, როცა გაიგო ადამიანებმა გაიგეს პანდემიის შესახებ პირველი რაც იყიდეს ეს იყო ტუალეტის ქაღალდი. ხო. რაში უკავშირდება ერთმანეთს? აი ეს ამისმა ჭიამ შემჭამა. ამ ორთვიანმა ფიქრმა მაინც ვერ ამოგახსნევინათ. არა, გადაყირავდა ქვეყანა კაცო, აგერ ქურდები სასამართლოში ჩივიან. რას მოესწავით? სალომეს. ეგ რა მაგარია. ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ქურდები სასამართლოში ჩიოდნენ? ხო, ერთი ვერ ამოხსენით ეგ და უკან დაჯდომა მანქანაში ეგ თუ ამოხსენით, ეგ თქვი თქვენ. უკან დაჯდომა მანქანაში ეს ვერ ამოხსენი, ვერაფრით ვერ ამოხსენი, რატო არ შეიძლება მეუღლე გეჯდეს გვერდზე და რატო შედან პოლიციის თანამშრომლები გვერდიგვერდ. აი ეგ აი რა შეაზე. ეგ როგორ დავაკავშიროთ ერთმანეთს? ეკიპაჟი ხო, მაშინ ერთი უნდა იჯდეს უკან. ხო, ცოლქმარი რატო არ შეიძლება ერთად? ხო და რატო შედან პოლიციელები ღრმაპატივისცემა ჩვენს პოლიციელებს. მაგრამ მაგრამ ხო, გაუგებარია რა. არა, ახსნა ახლა მიზეშედეგობრიობა საქართველოში არ არსებობს. ახლა სოკრატეს ჩვენთან ჯერ არ ჩამოუვლია გზაშია. ხო და ამიტომ ვიკითხე რა, ეს ტუალეტის ქაღალდი და პანდემია რა როგორ უკავშირდება ერთმანეთს რა. რა არის, იცი თავიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რომ დაიწყეს ამ ტუალეტის ქაღალდების ყიდვა, გასაგები იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ტუალეტის ქაღალდი საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, მერე გამოჩნდა. მაგრამ ამერიკელებმაც რო დაიწყეს ტუალეტის რულონების მოგროვა, აი მერე დავეთმი რა. ხო, აი მართლა. ის გასაგები, მაგრამ ამერიკელებმა რა დაიწყეს ეს ვერ გავიგე რა. არა, ეს მაგარი ფრაზაა, საბჭოთა კავშირის მერე რო გამოჩნდა ტუალეტის ქაღალდი. ჯერ რაკეტა გაუშვეს და მერე ტუალეტის ქაღალდი. პოლოს გააკეთეს, გამოიქონეს ტუალეტის ქაღალდი. გაგანი რო გაფრინდა ტუალეტის ქაღალდი არ იყო მაშინ. რო არ გაატანეს იქაც. ხო, არ ჭირდებოდა ქვეყანას. არა, ერთი ისიც ვერ გავიგე, შეგვიძლია ქუჩების მორეცხვა. ქუჩების მორეცხვა იყო ეგ საოცრება, რომ ერთო უფალო გამაგებია, რატო ხეხავენ ამ ქუჩებს რა? ზოგადად და ცენტრალურ ქუჩებს ხეხავენ. კი, ვაკე ვერა არის ძირითად არა, ის თბილისის მარჯვენა სანაპირო ძალიან მოვლილია. მარცხენას არ დემოკრატიულ თბილისს. ხო, იმიტომ რომ დავარქვათ ასე. მარცხენაში არისტოკრატული თბილისი და დემოკრატიული თბილისი. დემოკრატიული თბილისი არ წყალობენ რატომღაც. ხო. კი ბატონო. ჭავჭავაძის გამზირზე ძალიან დიდი ყურადღება არის, ერთი ხეოფსის პირამიდა და მეორე ჭავჭავაძე. ხანგრძლივობით ჩენებული. ტრიკანი აშენებენ. გადაანგრიეს, გადახელდნენ. ხეოფსი ადგას აფლავიდან რა. პირამიდას ააშენებდნენ ეგვიპტელები ამდენი ხნის განმავლობაში კავჭავაძის გამზირი ეს წყალი ჩემია. რა თქმა უნდა თქვენია. კორონასთან როგორ არის ეს? ყველაფერი არის დამუშავებული. დამუშავებულია ყველანაირად. ხო, მაგრამ ახლაც ხო ისეთი სიტუაცია ახლა, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხო ახლა რეალურად კარანტინში ვერ ხედავთ, ხო? ერთადერთი სადაც დავინახეთ ეს იყო TikTok-ით გამოვიდა და ხო. ხო, ნუ ახლა ჩვენ რა გითხრა მაგით? როგორც ყველა გენიალური ადამიანი ხო. გაკვირვებს. ხო.
ჩათვალა რომ დანაწევრებული მეტყველებით ჩვენ ვერაფერს ვერ გვაგებიებს. უმადური ხალხი ვართ. გადაწყვეტდა სხეულის ენით. სხეულის ენით გვანიშნა. სხეულის ენით გვესაუბრება ჩვენ და რა ვიცი, უფრო გასაგები ესაა სხვათა შორის, ჩემთვის ვიდრე მის საუბარი რა. მაგრამ პირველი შოკი არ ქონდათ რომ დაინახეთ, ამიტომ ხალხი ხო ელოდებოდა რომ რაღაცა ისეთი გამოსვლა იქნება. მოსალოდნელი იყო, ჩემთვის შოკი იქნებოდა ეგ რო არ ექნა. ანუ რო არ ეცეკვა. და იმიტომ აი დავიშოკებოდი მაშინ რა. თქვენი არა, სხვათა შორის კარგად ძალიან ელასტიურად ცეკვავს, არ არის ცუდი. ხო, იმიტომ რომ მე ყველა მოცეკვავესი მშურს. ყველა ძალიან მშურს. იმიტომ რომ ხო თეთრი შურთი არა. კვამლი გამდის შავი, ისეთი შური. როცა ქვეყნის ერის მამა რო გასლაბარაკო ხო. არწივით ცეკვავს. მაგრამ მოდი ამაზე ვისაუბროთ ახლა, მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, აი გადაგდებების სერია. ხო, თქვენ ყველა გადაგდება იწინასწარ მეტყველოთ, რომ ბიძინა გადაგვაგდებს რა. ეს ოპოზიცია არასდროს არ გიჯერებდათ, ხო? ოპოზიცია არის ნეტარ არიან მორწმუნეები. ხო, აი არ გიჯერებს რა. ხო. გამოდია რომ არ დამიჯერონ, მე იმიტომ შეხვედრიდან გამოდიან ძალიან კმაყოფილების სახელით ისტორიული შეთანხმება. ისტორიულ შეთანხმებას მივახციეთ. ხო. ბედნიერები გამოვლენ, ტყეპტყელ ლაპარაკი მე თოქ-შოუებში, ნუ ჩვენ უკან დაიხია ბატონმა ბიძინა ესეთი ფრაზების ამბობენ ხოლმე და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება რომ სრულიად სხვა რაღაცას იღებენ მანევრებს ატარებს ხო ახლა უკან დახევა მონღოლურ წესით გვებძვის რა შეგვიტყუებს და მე ჩასაფრებაში მოვხვდებით ხოლმე ჩვენი ისტორია იწყება ასე რა წელთაღ რიცხვ გამოგვეცვალ პირველ გადაგდებამდე და მეორედ გადაგდებამდე პირველ გადაგდებამდე მეორე გადაგდების შემდეგ, ახალი გადაგდების შემდეგ, ანუ ახალი წელთაღრიცხვით, ასე ჩათვალა, რომ ვერ გაიგებდნენ და ახლა უარესი რეაქციებია რა. სანამდე არ დააძახებიეს, რომ პოლიტპატიმრები ყავს, არ გაჩერდნენ რა. პირადად თქვენს უკვე, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის კონგრესის აი ნაციონალია ის. კაცმა, თან კაცი, ეგ კაცი არის თურმე რომელსაც ნატოში უნდა მიგვიღოს, ანუ თქო, მაგამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა. მაგრამ ათქმევინეს, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვით. ეგეთი ფრაზა ზოგადად ამერიკული დიპლომატია არ ამბობს, ესე პირდაპირ რა. გავკვირვებულები არიან ამერიკელები. ამერიკელებს თუ რამე გაუკვირდებოდათ არ მეგონა რა, მაგრამ უკვირთ რა, ჩვენ მაინც სხვანაირ ქვეყანა ვართ, ქართველები ვართ, მაგრამ ნუ ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამართ. რა არის იცი? მე ახლა როგორც ისტორიკოსი გეტყვი, სულ მაინტერესებდა რატო ვერ მოგვერია მტერი. პირველი მიზეზი არის ის, რომ ამოხსნით ეგ ამბავი. 3000 წელია. ჩვენი მოსისხლები ეძებენ ჩვენ გეგმას. ხო. რომ გაგვინადგურონ ის გეგმა. ვერ მიაგნეს. რატო იცი არა გვაქვს. აი თემურლენგი მურვანყრუ შახაპატე მე ეძებენ გეგმებს რა ქართველები არა გვაქვს. ეს ახლა არ გაგვიგოს მტერმა რა. ეხლა სახელმწიფო 3000 წელი ქართველების გეგმას თქვი ეხლა ფაქტიურად. აუ გავეცი ეს რა ვქენე. ქვეყანა გაეცით რომ გეგმა რა გეგმა გვაქვს ქვეყანას ხო? გეგმის ზებნაში არის. რატო გადავრჩით ამდენი ხანი? ხო. იმიტომ რომ გეგმა არა გვაქვს. აუ ზა. ოც გეგმა უნდა მოусპო მოქმედების გეგმას რომ მოусპებ მე ნუ ეფერს ვერ შევა არა გვაქვს ჩვენ ეს გეგმა აუ ძალიან მაგარია ეგ ხო რა თქმა უნდა მე გეთანხმებით იცი მაგაში გეგმო ხალხი ვარ ხო მოდი იცი რა თემაზე მიდა ნუ აი მაგალითად აკუბარდიასთან ხართ ხშირად მაგას ვერ ნაცვალე სუ ხართ რა აი ფაქტიურად ჩემი ძმა თქვენ და გელბახიანი ვალერი არის არიან აკუბარდიასთან ანუ სამი მუშკეტერი ვითავართ ხო რა იცლებით რა ხან დღეების მიხედვით გრაფიკა ანუ ჩასმული ხართ ხო ჩვეულებრივად კი ახლა დარტანიანო დათო ჭიჭინაძე დაგვემატა ხო დათო ჭიჭინაძე მაგრამ ჯერ მუშკეტერი არ არის რა ხო იმიტომ ძალიან ბევრი პრობლემა გახდება მაგალითად აკუს მაგალითად დათოსთან მაგავში მე ჩემი თავი არ მახსოვს დათო აკუბარდიამდე რანაირ ვიყავი რა ხო რაც თვალი გავახილე მის სტუდიაში გავახილე თვალი ხო არა იქ ისეთი ამბები არის ერთხელ ხო ვართ სტუდიაში ხო და დავიწყე რა რაღაცებს შემეკითხა და ვერ ჩუმად მეუნება რომ შენო ილაპარაკეო და მე სიგარეტზე ჩავალ
ქვემოთ იყო ისა ბუდკა ბუდკა ჯიხური იყო და ჩავალო და შენო ილაპარაკე ამოვალო ახლა კამერა არ გადმოვიესაკეთ კამერა ჩემსკენაა მოტრიალებული და გულმა რეჩხი კი მიყო რომ მე ვთქვი შეიძლება არ მოვიდეს რა დროზე და დავიჭირე თადარიგი და დავიწყე ძველი ეგვიპტე ამოვედი ძველი ეგვიპტიდან ვიარე ნუ რა ვიარე რო ვიარე რა ხვებით ყველა ხო ბიჭო არ ჩანს ამოვედი რომი მანამდე ალექსანდრე ვაომეს პარსელებთან ისავქენი იქ ფარნავაზმა გამოანათა იქ რაღაცა წმინდანინო შემოვიდა იქ რაღაცები იუსტინიანე ნუ მოვედე მე ერთი ქვეყანა რო არ მყოფნიდა სხვებსაც რთავდი იმაში რაღაცებში არ ჩანს კაცობრიობის 3000 წელი მიდის და თუ არ ჩანს რა უკვე ახლა ეს წელთაღრიცხვაც ახლა აღარ გაპატიებს ხო იწურება რაღაცა ჩერჩილამდე ვიყავით მოსული და მოვიდა აი დავამთავრეთ რაღაცა უთხრა ბიჭო სად იყავ აქ არ იყო საბურთალოზე საბურთალოს წავიდა იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ სიგარეტს ეწევა და ის არიშო და არიშო ბიზნომ გააქრო ამით ებრძვის ოპოზიციურ ტელევიზიას რომ როდმან სიგარეტი მაგრამ დათომაიც სალიკლდია ხო მე მინდა მოყვეთ სააკაშვილთან შეხვედრის ამბავი კიევში ხო ეგ არის აუცილებელი მოსაყოლე იმიტომ რომ დაგინახეთ რომ მაინტერესებდა რა რაღაცა დეტალები როგორ შეხვდით არ გაგიკვირდა რომ დაგვიდა ძალიან გამიკვირდა ძალიან გამიკვირდა გუბას და მაგიტომ მინდა რომ რაღაცა მომიყო არ დაგიმალო და მეც გამიკვირდა მე რომ დავინახე ჩემი თავი ხო არა ნუ კიევში რაღაცა ვილაპარაკეთ იქ საჭირბოროტო საქმეებზე რაღაცების თქმა შეიძლება რაღაცებს არ შეიძლება არა საჭირო ხო არა საჭირო ხო მაგრამ საინტერესო იყო საღამოს ვახშამზე დავსხედით და სანდრა გვიმასპინძლდება შემოიტანეს ხო შემწვარი ქათამი ონა ავიღე და ბარკალი უნდა გადაუვახე მიშას უდებ თებში და არა არ მინდაო არ მინდა გაჩერდი მე ვთხარ შენ წილია ეს ამას ხელს არ მოკიდებს არავინ თითო ქათმიდან ერთი ბარკალი არის მიშას წილი კი ბატონო მე დაიდო ეწონა არგონავტები რომ საქართველები არის საქართველოს სამშობლო გახარიას ესეთ ფრაზა რომ საქართველოს არგონავტების საქართველოს სამშობლო რა არგონავტები ვანო რა არის იცი ახლა ზოგიერთი ფიზიკოსი და დიდი მეცნიერი ამბობს რომ არსებობენ პარალელური სამყაროები კი არის ეგეთ რა არის იცი დამტკიცებით ვერავინ ვერ ამტკიცებს მაგრამ ვერცვერავინ ვერ უარყოფს ამას ამ ბოლო დროს ახლა მე რასაც უყურებ ძალიან პოპულარული იდეა არის რომ მარტო ეს სამყარო კი არა სხვა სამყაროებია ეთყობა გახარია იქიდან არის რა და იქ არგონავტები მეგრელები არის და პირიქით საბერძნეთში წავიდნენ და მედია მოიტაცეს იქიდან სად კითხულობენ რას კითხულობენ აი ეთყობა ჩვენა ვართ ოროსნები და ესენი არიან ფრიადოსნები ხო არა არგონავტების ქართველობის შესახებ ჯერთი რა კონტექსტში მოიყვანა ვერაფრით ვერ გავიგე რატომ მოიყვანა ეს არ ვიცი რაღაცა წინადადებაში გაატარა მე მაქვს ეჭვი რაღაცას აწევიებს ბიძინა ამგენს უყოლებს ყველას ერთად აწევიებს თან ცალცალკე კი არა შეკრიბავს ვინმე რო არ ისაჭკავს რა უნდა პარაოზებს ურტყამენ გეუნები დაბოლილები არიან რა ოღონდ სხვა რაღაცით რა ჩვენ არ ვიცით მოდი აი რაჭველი ხართ რაჭა რაჭველი როგორ არის იცი ფესვები მაგურიდან 1734 წელს ჩემი წინა ეს მამაჩემისგან ვიცი ზუსტად ვიცით ჩვენ ესა მე ვარ მე-10 მუხლი ვარ მე-11 მუხლია ჩემი ბიჭი ვინც წამოვიდა გურიდან ანუ ვარ მე რაჭიზირებული გურული ანუ რაჭას ჩასახლებული გურული ხო გარაჭველებული გურული რა იქნება ხო ხალხო ხო გაინტერესებს გარაჭველებული გურული აგერავა რა აგერა თან დინჯი შედეგი ეხლა ინფორმაციას მოусმენთ ალბათ ხო რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე აუ არ გვეშვება რა რა ქვია
ონში აპირებს იმას. ხო, აი უკვე მოადგა რაჭასაცო და ანუ ონში დიდი კაშხალი და რომელშიც ანუ ძალიან ბევრი ამბავია მან რა, ანუ აი ეს გაუგებრობა არის ჩემთვის ეს რიონის, კალაპოტის და მილებში გატარება და რაღაც აი ხო ხდება. ევასება, ეგეთი ბიძინა ერთ რამეს გეტყვი რა, დაგლოცავ. არ გეტკინა არაფერი სამდე მაგი არ აგაშენებიოთ იქა რა. არ შეიძლება ხა კი ხუმრობთ რაღაცები, მაგრამ ხალხო დავიღუპებით რა. დასავლეთ საქართველოს დაიღუპება. ხო, აი ჯერ ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის რო გასკდეს მიწისძვრებია სული ხა. იქ ხოლმე წერია სულ. ის რო გასკდეს მთელ რიონის ხეობას და რიონის ხეობა რა არის? რაჭა, იმერეთი, სამეგრელო გური. აი ფოთამდე წაიღებს მთელ საქართველოს. მერე მოსპობს ორ უნიკალურ ყურძნის ჯიშს. ეს არის ალექსანდრიული მუჯურეთული, რისგანაც მზადდება მწარეცის ხვანჭკარა და ნამახვანსაც აკეთებენ, ეგრე ლეჩხუმის მოსპობა უნდა და ტვიშის მოსპობა. არ გამოვა რა ერთ სიტყვით რა, არ გამოვა. ამისთვის სერიოზულად ვემზადებით აქაური რაჭველებიც და არა მარტო რაჭველებიც, სრულიად საქართველოს და თანადგომის იმედი მაქვს ყველას იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს არ შეიძლება იმის მოსპობა ახლა რიონის ხუნდებში მოქცევა ხალხო წარმოგიდგენიათ ეს ტრუბაში უნდა რიონი გაატარო. ვერ გაატარებ ბიძინა რა და არ გეტკინა არაფერი მანამდე რა. მაგრამ ახლა პროდიუსერი მაცნობებს რომ ჩვენთან სატელეფონო ზარია თუ შეიძლება რომ შემოვიყვანოთ რიგითი მოქალაქეა რომ ესე ამიხსნეს რომ რიგითი მოქალაქეა რომელსაც უნდა თქვენთან გასაუბრება. თუ შეიძლება რომ ზარი შემოუშვათ სტუდიაში პროდიუსერი. ალო, ვანო. გისმენთ? გამარჯობა, ვანო, როგორ ახარ ვანო? ui შენგენაცო. კარგად. გუბასი ყოლია სტუმრად, გუბას როგორ ახარ, გუბას? არა მიშავს, ჩემო კარგო. კარგად ხარ, იცი გუბას ერთი თხოვნა მაქვს, ცოტა მოშორდი ოპოზიცია ხმა მეორდება შენი. გისმენთ? როგორ ხარ გუბას, როგორ ხარ? არა მიშავს, ვარ კორონას ხელში, როგორ ვიქნები და შენ ხელში. კარგია, კარგი, მიყურე TikTok-ებზე. კი, როგორ არის? ხო. ისე მაგარი იყო. ორი ამბავი მაქვს შენთვის გუბას. ერთი კარგი და მეორე გადასარევი, რომელიც დავიწყო. ნუ კარგი დაი. კარგით. კარგი ის არის რომ რაჭაში ჰეს ავაშენებ. და გადასარევი? გადასარევი რაღა? კაცო, რაჭაში ჰეს ავაშენებ თქო და გადაედიეთ ახლა. როგორი იუმორია გუბას, აბახო დავწერე ხო? მაგარი. მაგარი. ხო, ხარ მაინტერესებს გუბას. რატო ადეხ ესეთი ამბავი შენ რაჭაზე? რაჭაზე? რატო ადეხ ესეთი ამბავი? თვითონ ვერ ხვდები რომ რაჭაში ამდენი მთები ძალიან გადაგვირთულია ეს რაჭა. ისეთი ხედები კარგება რომ რა ვიცი, არ ვიცი. ახლა უბრალოება და სისადავია მოდაში გუბას. კი. და კორონას მერე განსაკუთრებით ეგრე იქნა. კი, ეგრეა, მაგიტო ავებეთქე საყდრიცი, ქვემო ქართლის ხედებს აბუჭებდა თორე. ის რა ინტერესი მქონდა მე? არაფერი. კი, არა, ინტერესი არ აქვს, მარტო ქველმოქმედება რაზეა საუბარი. ამიტომ ჩემო გუბას ისტორიკოსი კაცი ხარ შენ და ნუ მედავები. მაგას ჯობია ისტორიული შეკითხვაზე მიპასუხო. ხო. მე რომ მეურჩები და არ დაგითხოვ რაჭას რომ იცახი. სადიყავი მაშინ თემურლენგლო რაჭაში მოესწე შენ საყვარელ საქართველოს. შაჰაბასი რო აწიოკებ და სადიყავი მაშინ, სადიყავი გეკითხები. მაგრამ სად იქნებოდი ალბათ აკუპაციის დაიჭექი მაშინაც და რაღაცეებზე საუბრობდით იქ თქვენთვის. ბატონ ბიძინა ისა თემურლენგი კი, მაგრამ შაჰაბასი რაჭაში არ ყოფილა. არა. დააზუსტე. ვორსკი შეეკითხე გეტყვეს. ასე კი კარგი. ერთი ითხოვნა მაქვს შენთან გუბას. ხო. გისმენთ? შენ საყვარელ ამერიკელებს გადაეცირობ? ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს. ხოლო პოლიტპატიმრებს გადაეცი რომ ამერიკელები არ გვყავს. იქნება დაკარგონ ერთმანეთის იმედი და დაწყნარდნენ ორივე. ერთი ეს მითხარი, მიშა სააკაშვილის დანიშვნაზე უკრაინაში რას ფიქრობთ მაგას? ეგ არ გამახსენო ანუ. ეგ ამბავი რომ გავიკე მობილური გამივარდა ფეხიდან. ფეხიდან თუ ხელიდან? არა ანუ TikTok-ში იღებ რაღაცას ახალი TikTok-ი იყო ტელეფონი და გამივარდა ეგრევე. საოცარი TikTok-ია, ხელები არ გჭირდება საერთოდ. ხელები არ გჭირდება კი ბატონო. ასე რომ შემოგუბას ახლა ბევრს აღარ ვილაპარაკებ. გადმოდი ჩემთან გუბას. გამოსადეგი კაცი ხარ, მაინც არჩევნები მოდის ახლა. რა ვიცი, გადმოდი არინანებ დამიჯერე. გზაში ვარ. მოვდივარ. გადმოდი გეუბნები კაცო, არინანებ. რატო გეუბნები იცი? მოვდივარ, მაგრამ ნელა მოვდივარ, რაჭველი ვარ. ხო არა, რატო გეუბნები თუ იცი ახლა? სრულიად შემთხვევით 1 მილიარდი ზედმეტი ფული ჩამივარდა. სრულიად შემთხვევით, არ ვიცი საიდან როგორ, არ ვიცი რა საშუალება, მაგრამ ჩამივარდა. არის საშუალება და გადმოდი მაინც.
კარგია, ცოტა მოუჩქარებ ფეხ. აბა შეიძლება ხო რა ვიცი ახლა შემოთავაზე მე და კი ბატონო. მაგრად იყავით, მაგრად, ყოჩაღად, ჯანთელად. შენ არ გათიშო მელაპარაკეთ რა გეხვეწებით მელაპარაკეთ. კარგად იყავით, რო გავიდე. გავგიშდი ამ კარანტინში ჭორვილაში ვარ გამოგედիր მელაპარაკეთ ცოტა კაცო. რა გელაპარაკოთ კაცო, გათიშეთ რა ხო? ვიცი ის აინტერესებს ანუ არ გათიშო ჯერ ის თბილისში მშვიდობის ხიდია? კი, კიდე არის. დოკები ხო რა უყია დოკები ჯერ? დოქების დგას ისევ. ხო, ძალიან კარგია ძალიან. მოიცა არ გაბითიშო ანუ ჯერ რა. გავთიშოთ. არ გათიშო არა ერთი TikTok-ი ვიმღეროთ გეხვეწებით რა. რა TikTok-ი ვიმღერო კაცო რა ის რა დროს. ერთი ვიმღეროთ ერთი. ჰო ნანა. არა რა. ჰო ნანა. არ გაბითიშო გეხვეწებით კაცო. კარგით, მადლობა. რიგი დაგადის ვიცი კაცო, რიგი დაგადი. ნახვა ბიზნესი ბაბა. ბიზნა იყო ჩართვაზე ხო რა უყოთ. უბრალო მოქალაქე იყო. ხო, მე ვიცი რომ უბრალო მოქალაქეს რო იძახეს, სულ მაინტერესებს ბრალიან მოქალაქე ვინ არის. ხო, რამინე ის ისტორიკოსი კაცი ხარ და ყველაზე უცნაური ომი გაიხსენეთ თუ გახსენდებათ რომელი არის ყველაზე უცნაური, ხა ბევრი ომის ისტორია გაქვთ. ხო, საქართველოს ისტორია, ომების ისტორია. ხო, იყო ასეთი სხვათა შორის მე რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გურია ბურგუნდიის ომი. დაიცა. რომ დაიცა? გურია ბურგუნდიის ომი. გურია ბურგუნდიის ომი. დაიცა სად გურია. ხალხს გონია რომ მართლა იყო, ხალხო, გურია ბურგუნდიის ომი იყო. სერიოზული ამბავია ესე. სერიოზული ამბავია, იყო ასეთი ამბავი, რომ შუა საუკუნეებში ახლა კი არ ყოფილა კაც. გურია ბურგუნდიის ომი მოხდა ასეთ პირობებში, ტრაპიზონის იმპერატორმა დაიქირავა ბურგუნდიელი სამხედრო მოქირავნეები, რა პროფესიონალები, მეომრები, ხო. და ასეთი ხელშეკრულება დაუდო ამ ბურგუნდიელებს, ანუ ფრანგებს, ხო. რომ ომის დროს ქირას გადაგიხდით, მაგრამ მშვიდობიანობის დროს ქირას არ გადაგიხდით, მაგრამ ძარცვეთ რა ეს შავი ზღვისპირეთი და ნაძარცვით დაბრუნდით ტრაპიზონის პორტებში და ტრაპიზონის იმპერიით და იქ გაყიდეთ ისე უსაფრთხოდ იქნებით, ვერავინ არაფერს ვერ გეტყვით. რატომაც არა ახლა ბურგუნდიელებს მოეწონათ და ძარცვავდნენ ყირიმს, ძარცვავდნენ იქ გენუელების ფაქტორიები იყო, ის იყო, ეს იყო რაღაცები და მიქარეს ბიჭო გურიას შემოიჭრა. ხო და ნატანებთან მოხდა ბრძოლა. სადაც რა ამბავი იქნებოდა იქ ხოლმე წარმოგიდგენია. ბურგუნდია და სადაც ეს ჩვენ ძვირფასი და ღრმატპატივცემული ბურგუნდიელები დანაყეს გურულებმა. მოიგეს ეგო. დანაყეს კაცო ტყვეთა იყვანეს, რამოდენიმე ათეული კაცი ტყვეთა იყვანეს და მე ტრაპიზონის იმპერატორს მოუწია ოქროს გადახდა, გურიელს გადაუხადა ოქრო რა. ზარალში წავიდა რა კაცი, ახ ბიძინა რო ყოფილიყო იმის ადგილზე გადაიხდი და არ გადაიხდი. ასევე გურია გურულებო, შემოძმებო, ბურგუნდიაში რომ მოხვდებით, გაახსენეთ ეს. როდის მოხვდებით არ ვიცი, ამ კორონას გადამგიდე, მაგრამ ასე რომ გურია ბურგუნდიის ომი მართლა იყო ხუმრობის გარეშე და გურულებმა წარმატებით დანაყეს ჩვენი ძვირფასი ბურგუნდიელები. მაგარი ამბავი, ეგ რომელი წლებია? დაახლოებით თარიღები არის. მე წელი აღარ მახსოვს ზუსტად და არის მე 14-ს დასაწყისი თუ არ ვცდები რა. აი, გადავიდეთ ქუთაისზე ახლა. ქუთაისზე გადასვლა არ შეიძლება. ქუთაისში ვარ ჩვენ. მე სულ ქუთაისში ვარ. კი. ა? ვიღაცა ქუთაისელია დედით, სულ ცოტა დედით ქუთაისელია. ჩემთვის სამყარო არის ქუთაისი. ქუთაისი ხო, ანუ ქუთაისური ამბებზე ვიდოდა მესაუბრე. ან თქვენ აი მაგალითად რო გამოდიხართ, პირდაპირ როგორ მოგმართავენ ხალხი, აი გუბაზი დაინახეს ხო, აი გცნობენ მარტივად ხო, რა თქმა უნდა, გცნობენ. ხო, არა, ნუ ქუთაისელი ვარ, ქუთაისელი ვიყავი, ქუთაისელი ვარ და ქუთაისელად მოვკვდები და ჩავალ სამარეში 100 წლის მერე. ხო. თუ უფალი ინებებს თუ არა და მისი ნება ყველაფერი, ხო? არა, ქუთაისი არ არის მარტო ქალაქი, გეოგრაფია, რაღაც მოსახლე. ქუთაისი არის სამყარო რა, სამყარო. სხვათა შორის სულ მეგობრები მყავს ქუთაისელების, თბილისელების და სულ სტიჩკებია მათ შორის რა. ხო. შეტაკებები. რომელს უფრო დიდი დამსახურება აქვს თბილის თუ ქუთაის ქვეყნის წინაშე და მე მაღიარებენ არბიტრად ახლა სხვა გზა არა აქვს, იმიტომ სხვა მარიცის ისტორია ჩემს სამეგობროში რა.
სულ ქუთაისლების და თბილისლების ბრძოლა მთავრდება ქუთაისლების უპირობო გამარჯვებით, იმიტომ რომ ბოლოში ამბობენ რომ დავით აღმაშენებელი იყო ქუთაისელი. და რა უნდა უთხრა ნახა თბილისლებმა ამაზე? რა ხოთა რანაირად ო რა ახლა იმას დიდი აჯერ არ არა, ფაქტი უნდა ჭორლაში დაიბადა ერთი უფრო დიდი, მაგრამ ის არც ქუთაისს ეკუთვნის და არც იმას თბილისს, მაგრამ ქუთაისთან უფრო ახლოსაა მაინც ჭორვილა. ხო და მთავრდება ასე და ნუ ქუთაისი ახლა ნუ თემა არის, სამყარო არის ახლა იქ ისეთ რაღაცებს გაიგე. ვანო როგორ ხუმრობენ, იცი? აი ხუმრობა არის მათთვის, აი ჩვეულებრივ ხო, ნუ რო არის ხუმროს არ შეიძლება ხო და აი თამადები მაგალითად ხო ახლა ერთხელ სუფრაზე ვიყავ და თამადა იყო ჩემი მეგობრის ბიძა რა და რაღაც ვაჟკაცობის აღგზელო სვამთ ახლა შედვართ ამბობს ასეთ რამეს რაჯველი როგორც ცოტა მაშინ დავადასტურე საბოლოოდ რომ გურულზე უფრო რაჯველი ვარ იმიტომ გვიან მივხვდი რაცა თქვა ამბობს ასეთ რომ მოდიო ყველა ვაჟკაცკაც გაუმარჯოსო ვაჟკაცებს გაუმარჯოსო 16 კაცი იყო 300 არაგველი მაგრამ ყველას დედა უტირეს ეს როგორ უნდა მოიფიქრო ვიგო ეგ 300 არაგველი არის სახელი და გვარი ქუთაის წინაპრების აღგზელოს როსვამდა ხო იცი თამადა და ხო ახსენა ვახტანგ გორგასალი თამარ მეფე დავით აღმაშენებელი სოლომონ პირველი ქუთაისში თუ არ ახსენე ცოცხალს არ გამოგიშვება ხო სოლომონ პირველი რაღაცები აქეთური იქეთური და გვერდზე ზის რა კაცი და დააცემინა ქუთაისურად დააცხიკვა ხო დააცხიკვა გვერდზე მжდომმა ბეჭდზე ხელი დაარტყა რომ იმათ მოსვლამდე აფერი არ გეტკინოსო და თამადამ თქვა ოღონდ ისინი მობრუნდნენ და ამას ჩემი ხელი დავახჭო მაგარი ავლე ქალაქია რა ხო ეგ არის კი ბატონო ძალიან სხვანაირია თან ის ძველი ქუთაისი რო არის განსაკუთრებით ეს საფიჩხია და ეს გორა და კიდე ერთი ამბავი რამე მომიყევი და რა ვიცი რა რამდენი იყო ასეთი 70-იან წლებში თბილისელი ქალი გათხოვდა გოგო გათხოვდა ქუთაისელს წაყვაცოლად ხო ხო ეს არის 70-იან წლები როცა მანიკურს რო ქალი წაისვამდა ნუ ამბობდნენ რომ ბოზეა რა ხო ულაპარაკო დიაგნოზი ხო არაფერი არ ეშველება ხო და გათხოვდა ეს გოგო ძალიან კონსერვატიულ ქუთაისურ ოჯახში და ნუ სიგარეტს ეწეოდა 70-იან წლებში ქალი სიგარეტით ხელში ნუ აი მეორედ მოსვლა იყო რა ხო მაგრამ ნუ წაყვახა ქუთაისელს ცოლა და იმდენად კონსერვატიულ ოჯახში გათხოვდა რომ ქმარსაც უმალავდა ქმარმაც არ იცოდა ქმარმაც არ იცოდა სიგარეტს ეწეოდა ერთხელ ქმარი წავიდა სახლიდან და ეს მეორე სართულზე არის საფიჩხიაზე ასული და ეწევა სიგარეტს ფანჯარასთან რა თქმა უნდა უცებ გაიღო გარი და შემოვიდა ქმარი მობრუნდა ამ გოგომ ახლა ეს ბიჩოკი ეგრეთ წოდება გადააგდო რა მაგრამ ბოლი ხო აქვს ახბეში და ახლა ჯერ ცოტა ხანი შეიკავა მაგრამ ხوار დაიხჩობა და მე გამოუშვა ეს ბოლი რა პირიდან ქმარმა უთხრა რომ ბაიგო რა შვები შენ პაპიროს ეწევიო არა არ ვეწევი აბა გველეშაპი ხარ შენ დედავატი ასეთი რა კონი ხარ აბა გველეშაპი ხარ შენ დედავატი ო მაგარია ცა ესე იგი უღრმესი მადლობა ბატონო გუბას რომ მოხვედით მოიცადეთ ჩემს გადაცემაში მინდა წარმატებები გისურვოთ და რა ვიცი მინდა რომ გაარკვია რა იმ მოხუც კაცთან ტუალეტის ქაღალდი და კორონა რა მაგას დავალაგებ ეგ ზოგადად ესეთი ძალიან ამოუხსნელი ამბავია მე ორი თვეა ვერ ამოუხსენია აი პირობა დავდოთ მე შემდეგი სტუმარი რო გეყოლება პასუხი გამეცი ტელევიზორზე რა კავშირშია კორონა და ტუალეტის ქაღალდი ამოუხსნელი ამბავი ხო კარგი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ბატონი გუბას სანიკიძე იყო ჩვენი გაიხარეთ ბატონ გუბას დიდება აბა ხე